ვლადიმირ პუტინი 55-ჯერ კიდევ უფრო დაშორდა უკრაინის დემილიტარიზაციის მიზანს. ეს უბრალოდ ლამაზი რიცხვი არ არის. უკრაინა მოულოდნელად ინტეგრირდა ევროპულ სამხედრო სამრეწველო კომპლექსში და ახლა სამხედრო ბიუჯეტი უკვე $150 მილიარდ აჭარბებს წელიწადში, ხოლო უკრაინის თავდაცვითი ქარხნები უკვე მთელ ევროპაშია განთავსებული. არის რიცხვი, რომის დაჯერებაც ძალიან რთულია. 4 წელზე მეტი ხნის ომის განმავლობაში უკრაინის თავდაცვითი სექტორი 55-ჯერ გაიზარდა. ღირებულება $1 მილიარდიდან $55 მილიარდამდე გაიზარდა. თავდაცვითი კომპანიების რაოდენობა ოფიციალურად 10-დან დაახლოებით 1500-მდე გაიზარდა. ქვეყანა, რომელიც 2022 წელს ძირითადად საბჭოთა ტექნიკის შეკეთებას ახერხებდა, დღეს ბრიტანეთში, დანიაში, ფინეთსა და პორტუგალიაში ქარხნებს აშენებს. მაგრამ ყველაზე საინტერესო არც ეს არის, არამედ ის, რატომ გადააქვს უკრაინა წარმოებას საზღვარგარეთ და რატომ არის ეს გენიალური ნაბიჯი. იმიტომ რომ რუსეთის რაკეტები და დრონები შეიძლება მიაღწიონ ქარხნებს ხარკოვში, დნეპრში, კიევში და ასე შემდეგ. მაგრამ ისინი მაგალითად საფოგში ან კოპენჰაგენში მდებარე ქარხანაზე არ გაფრინდებიან. მოსკოვი უბრალოდ არ გარისკავს ნატოს ტერიტორიაზე დარტყმას. ამ გამოშვებაში დეტალურად განვიხილავთ, რა არის პროგრამა Build with Ukraine და როგორ გადაიქცა ის ერთ წელიწადში 21 ქვეყანასთან დადებულ 47 შეთანხმებად. ზუსტად რომელი ქარხნები და რას აწარმოებენ? დრონ შარკის წარმოებიდან ინგლისში, სარაკეტო საწვავამდე დანიაში. რატომ დასდევს ევროპა უკრაინელ ინჟინრებს? საიდან მოდის ამ ყველაფრისთვის ფული და რა საფრთხეები შეიძლება ყველაფრის ჩამოშლას გამოიწვიოს? რაც თავარია, რატომ ნიშნავს ეს ფაქტობრივად იმას, რომ უკრაინა უკვე ერთი ფეხით ნატოშია, თუნდაც ფორმალური წევრობის გარეშე. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გაუნწერეს ნიშნულთან, მადლიერი ვიქნები თუ თავადაც გამოიწერთ ამ არხს. ეს არ იქნება სულიად ჩვეულებრივი გამოშვება და არც ჩვეულებრივი ფორმატი ამ YouTube არხისთვის. აქ ჩვენ გავაანალიზებთ, როგორ შეძლო უკრაინამ ევროპელების დახმარებით და მათთან ერთად სუპერძლიერი სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შექმნა. და რატო ჩართეს უკრაინა ნატოს ანკარის სამიტზე საბოლოოდ ევროპის თავდაცვით სექტორში. უკრაინაში ველური რუსების მასშტაბური შეჭრის დასაწყისში უკრაინის სამხედრო მრეწველობა მზად არ იყო ხანგრძლივი და ინტენსიური ომისთვის. დარგი დიდწილად ეყრდნობოდა საწარმოო ბაზას, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან იყო დარჩენილი. ანუ საწარმოებს შეეძლო ძველი ტექნიკის შეკეთება ან მაქსიმუმ მოდერნიზაცია, მაგრამ არ ჰქონდათ შესაძლებლობა თანამედროვე შეიარაღების სისტემების მასობრივი წარმოებისთვის. აქედან გამომდინარეობს სრული დამოკიდებულება დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე. მაგრამ სად მივედით თითქმის 5 წლის შემდეგ? ესავი გასაოცარი. საწარმოო სიმძლავრეები ღირებულებით გამოხატულებაში 55-ჯერ გაიზარდა. უბრალოდ დაფიქრით, სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, ღირებულება, დიახ, თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის ღირებულება, საწარმოების, შეფასებული იყო $1 მილიარდ. დღეს ეს არის 55 მილიარდი სამხედრო ტექნოლოგიური კომპანიების რაოდენობაც გაიზარდა. სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში ისინი იყო 10 დღეს დაახლოებით 1500. კიდევ უფრო მაღალია ჩვენთან უპილოტო აპარატების წარმოების ტემპი. და აქ არის გასაღები იმის გასაგებად, რატომ იყო ზრდა ასე მკვეთრი. შეიცვალა არა მასშტაბით შეიცვალა, მაგრამ ეს თავი არ არის. შეიცვალა თავად ამ დარგის სტრუქტურა. და ჩვენ უნდა გადავუხადოთ დიდი მადლობა დანიას ესეთი მიდგომისთვის. ცოტა მოგვიანებით აგიხსნით, რატომ ითამაშეს დანიელებმა აქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ძირითადად სახელმწიფო სექტორის ნაცვლად ჩამოყალიბდა დეცენტრალიზებული და ასეთი დინამიკური ეკოსისტემა. დიდი კონცერნებიდან პატარა სტარტაპებამდე. და მთავარი ისაა, რომ მუშაობა ეფუძნება უწყვეტ უკავშირს ფრონტთან. ანუ ყველა ახალი გადაწყვეტილება პირდაპირ ბრძოლაში მოწმდება და იხვეწება. აქედან მოდის უკრაინის უპირატესობა იმ სფეროებში, სადაც ადაპტაციის სიჩქარე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მასშტაბები. ეს არის FPV დრონები, ეს არის რადიოელექტრონული ბრძოლა, ეს არის უპილოტო აპარატებთან ბრძოლის ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. რუსეთის თავდაცვითი ინდუსტრია, რომელიც მაინც ცენტრალიზებული რჩება, ასეთი სწრაფი ცვლილებების ტემპს უარესად ართმევს თავს. თუმცა მაინც ბოლო 2 წლის განმავლობაში ადაპტირდა და ნაწილობრივ შეამცირა ჩამორჩენა. ესეც მნიშვნელოვანია ასეთი პატიოსანი შენიშვნა. რუსეთიც სწავლობს. მაგრამ აქ შეიძლება გაიჩნდეთ კითხვა. როგორ მოხდა, რომ უკრაინამ მიაღწია იმას, რომ თავდაცვითი ინდუსტრია 55-ჯერ გაიზარდა?
ამის გასაგებად საჭიროა ორი მიდგომის შედარება. გარდატეხა 2024 წელს მოხდა. ამ მომენტამდე, როგორც იცით, ევროპელები ხარჯავდნენ ფულს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის შესაძენად. ან თავიანთი მარაგებიდან აძლევდნენ იმას, რაც უკვე ჰქონდათ. და აი 2024 წელს დანიამ სრულიად სხვა სქემა შესთავაზა. ამბობენ, რა იქნება თუ იმის ნაცვლად, რომ უკრაინას მზა იარაღი მიაწოდონ, ევროპელები პირდაპირ დააბანდებენ თავიანთ ფულს უკრაინაში იარაღის წარმოებაში. თავდაპირველად ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ. თითქოს უბრალოდ ფულის მიცემა რისკიანია, მაგრამ მოდელი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ სხვებმაც აიტაცეს. და დანია პირველი იყო, ვინც ასე პირდაპირ დაიწყო ფულის მიცემა. შემდეგ კი სხვებიც შეუერთდნენ. ეს იყო საფუძველი, ანუ აქედან ყველაფერი დაიწყო. უკვე 2025 წელს მთელი ევროპის კავშირი იწყებს პროგრამას სახელწოდებით Build with Ukraine. და ეს იყო პრინციპულად განსხვავებული რამ. თუ დანიური მოდელი გულისხმობდა დასავლურ ფულს უკრაინულ ქარხნებში უკრაინაში, მოდელი Build with Ukraine უკვე ევროპულ ტერიტორიაზე უკრაინის მონაწილეობით ერთობლივი კომპანიების, ასამბლეის ხაზებისა და კვლევითი ცენტრების გახსნას სთავაზობდა. აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ ილუზიები არ იყოს. საუბარია არა წარმოების სრულად გადატანაზე ევროპაში. მოდელი ორიენტირებულია ორმხრივ თანამშრომლობასა და ლიცენზირებაზე. მექანიზმი ასეთია. მთავრობათა შორისი შეთანხმებების მიხედვით, ნაწილის პროდუქცია მიეწოდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო დანარჩენს, რაც უკრაინის არმიას არ სჭირდება, ან კიდევ პარტნიორი ქვეყანა, ვისთანაც თანამშრომლობთ, ან ეს იარაღი გადის ექსპორტზე. და ყველაზე მთავარი, საწარმოო სიმძლავრეების ნაწილი უნდა იყოს ევროპაში, ხოლო ნაწილი უკრაინაში. მაგრამ თქვენი თვლით, საერთოდ რისთვის სჭირდება ეს უკრაინას, რადგან ფაქტობრივად ჩვენ იდეებს ევროპელებს ვაძლევთ. ჩვენ ვაშენებთ ქარხანას ევროპაში და იქ ვაწარმოებთ იმას, რაც ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ. როგორც მე ვფიქრობ, ამის 4 მიზეზი არსებობს. და პირველი მათგანი ყველაზე მთავარი არის უსაფრთხოება. კომპანიებს შეუძლიათ წარმოების განთავსება ისეთ ადგილზე, რომელიც რუსეთის რაკეტებისა და უპილოტოების მიღმა. ანუ აქ ლოგიკა უთხოვარია. მოსკოვი. როგორიც არ უნდა იყოს მისი ქცევა, როგორც არ უნდა იბუქოს, მაგრამ ის ძლივს თუ გაბედავს და დაარქვამს საწარმოო ობიექტებს, რომლებიც ნატოს ქვეყნებშია განთავსებული. ანუ უკრაინა ფაქტობრივად თავის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილს ნატოს წესდების მეხუთე მუხლის დაცვის ქვეშ აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრი არის. დამატებით ბონუსად აქვს სტაბილური ენერგომომარაგება, რაც თვითონ უკრაინაში არ არის ენერგეტიკაზე დართმების გამო. მეორე, ფული. შეთანხმებები უკრაინას აძლევს ცდომას ევროკავშირის დაფინანსებაზე, რომელიც უკრაინას კატასტროფულად არ ყოფნის. გასაგებად რო ვთქვათ, 2026 წელს უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები, როგორც მოსალოდნელია, რეკორდულ 158 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს 20-ით მეტია ვიდრე წინა წელს. და სხვათა შორის ეს თითქმის იგივეა, რაც რუსეთის მთლიანი თავდაცვის ბიუჯეტი. სახელმწიფო სახსრების ნაკლებობის გამო, უკრაინის მრავალი საწარმო უბრალოდ რეგულარულად უმოქმედებდა. ანუ ქარხნები არსებობს, შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ შეკვეთები არ არის. და აქ დახმარებად სწორედ ის ევროპული ფული მოდის, ფული ევროპის კავშირის საერთო ბიუჯეტიდან. მაგრამ უკრაინა ხომ არ არის ევროპის კავშირის წევრი, ამიტომ ფულს პირდაპირ საერთო ბიუჯეტიდან ვერ იღებს. ანუ ვერ იღებს. მაგრამ ევროპელებთან თანამშრომლობით კი ნამდვილად შეუძლია. და იღებს კიდეც. მესამე, ეს არის ექსპორტი. აი ახლა უკრაინაში წარმოებული იარაღის ექსპორტი ძალიან გართულებულია. ხშირად კი პრაქტიკულად შეუძლებელია ბიუროკრატიისა და სამხედრო შეზღუდვების გამო. მაგრამ ქარხნები საზღვარგარეთ ლეგალურ გატიდვების არხად იქცევა, რაც ნიშნავს ფულს, რომელსაც წარმოებაში ხელახლა შეიძლება ჩადება. და მეოთხე, ეს არის ტექნოლოგიები და სტანდარტები. თანამედროვე საწარმოო პროცესებზე ცდომა, დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვები და რაც კრიტიკულია, ევროკავშირისა და ნატოს გამარტივებული სერტიფიკაცია. და რაც თავარია, ამ ყველაფრის გამო იარაღი ახდება არაეფექტური და უკრაინულით რჩება. კარგი, უკრაინის სარგებელი გასაგებია, მაგრამ რას იღებს ევროპა? აქ საქმე სამართლიანი და ორმხრივია. ევროპელები იღებენ იმას, რაც მათ თუითაც კი არა. ეს არის ცდომა ტექნოლოგიებზე, რომლებიც რეალურ ბრძოლაშია გამოცდილი, მათ გამოყენების კონცეფციებზე და სუპერსტრაპ ინოვაციურ ციკლებზე. ევროპის თავდაცვის სექტორი ტრადიციულად კონსერვატიული და ნელია, ხოლო უკრაინელები მასში სისწრაფეს შემოაქვთ, რომელიც ფრონტის ცეცხლ ქვეშაა გამოჭედილი. პლუს ცდომა მაღალკვალიფიცირებულ უკრაინელ ინჟინერებსა და სპეციალისტებზე. მარტივად რო ვთქვათ, უკრაინა ევროპას საბრძოლო გამოცდილებას ყიდის. ევროპა უკრაინას ქარხნებითა და ფულით უხდის. ეხლა კი უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ.
რადგან ამ ეტაპზე ჩვენ ასე აბსტრაქტულად ყვებით თითქოს უბრალოდ თანამშრომლობაა. მოდით კონკრეტიკაზე გადავიდეთ. პროგრამა Build with Ukraine ნელა დაიწყო, მაგრამ შემდეგ მკვეთრად დააჩქარა ტემპი. აი ასე მკვეთრად. ივნისის ბოლოსთვის უკვე გაფორმებულია 47 შეთანხმება ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის 21 ქვეყნის მონაწილეობით. ამ ყველაფერში ლიდერია გერმანია. ჩვენ გვაქვს 10 შეთანხმება გერმანიასთან ამ პროგრამის ფარგლებში. ყველა შეთანხმების მეხუთედზე მეტი გერმანელებზე მოდის. მიმართულებები, რომლებშიც ჩვენ გერმანელებთან მუშაობთ, არის FPV დრონები და ავტონომიური სისტემები, უპილოტო აპარატებთან ბრძოლა, საავიაციო სისტემები და რაკეტებისთვის კომპონენტების წარმოება. და აი დღეს პირდაპირ ხდება ცნობილი, რომ გერმანელები ამ ერთობლივი პროგრამის ფარგლებში აფინანსებენ მაგალითად 50,000 უპილოტო აპარატის წარმოებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ. გავაბრძოლოთ. ჩეხეთი და ფინეთი. მათთან ერთად ჩვენ 4 შეთანხმება გავაფორმეთ. დიდი ბრიტანეთი, დანია და ესპანეთი თითო 3 შეთანხმება ერთობლივი საწარმო ასევე შევქმნით საფრანგეთთან, ნორვეგიასთან, პოლონეთთან, აშშ-სა და კანადასთან. 2/3-ზე მეტი ერთობლივი პროექტებისა დაკავშირებულია ავტონომიურ სისტემებთან, ბარაჟირებად საბრძოლო მასალებთან და ანტიდრონულ ტექნოლოგიებთან. ევროპამ აშკარად გაიგო ვინ იგებს მომავლის ომს და მაშინვე აიტაცა უკრაინული გამოცდილება. მოდის მაგალითად მოვიყვან ყველაზე გამორჩეულ პროექტებს პროგრამიდან Build with Ukraine. გერმანულმა Quantum სისტემმა მაგალითად რამდენიმე ერთობლივი საწარმო გახსნა უკრაინელებთან ერთად. კომპანია Ukrspeed Systems-ი დიდ ბრიტანეთში აწარმოებს სადაზვერო დრონებს Shark და PD2. ამას უკვე დიდი ხანია აკეთებს. პორტუგალიაში უკრაინა უკვე დიდი ხანია აწარმოებს თავის საზღვაო დრონებს, სწორედ იმათ, რომლებიც შემდეგ შავ და აზოვის ზღვებში რუსებს აშინებენ. ფინურ-უკრაინული პროექტები უპილოტო აპარატებსა და სახმელეთო რობოტებზე უკვე დიდი ხანია მუშაობს. ერთობლივი საწარმოები რუმინეთთან, დანიასთან და ბალტიის ქვეყნებთან ისევ და ისევ უპილოტო აპარატების შექმნაზე. შემდეგ კი პოლონურმა კომპანიამ, არ დავასახელებ რომელი, მაგრამ პოლონურმა კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება და გამოუშვეს უკრაინულ 155 მმ-იან ჰაუბიცას ბოგდანას. ხოლო ესპანური კომპანია Tecnoy ახლა აწარმოებს უკრაინულ ჯავშან მანქანებს ჯურა და კოზაკს. ცალკე ლიგაა კვლევები და განვითარება. აი აქ არის ყველაზე საინტერესო. გერმანული Hensoldt და უკრაინული Firepoint-ი მუშაობენ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე Freya. ამ თემაზე მაქვს ცალკე გამოშვება YouTube-ზე, ამიტომ გადადით ჩემს არხზე, აუცილებლად ნახეთ, იქ სადაც წერ ახალ უკრაინულ რაკეტაზე. გავაგრძელოთ. ფრანგული კომპანია MBDA და საკონსტრუქტორო ბიურო Lucci ერთად მუშაობენ ანტიგემის ფრთოსანი რაკეტა Neptune 2-ზე. და ახლა ყველაზე მთავარი. Airbus-ის სტარტაპ Skyfall-თან ერთად მუშაობს უკრაინული დრონების ჩამონგდების ინტეგრაციაზე მართვისა და კონტროლის სისტემებში. დაგეგმილია პროექტები თვითდამიზნების თავაკებზე, ძრავების სისტემებსა და სხვა სარაკეტო ტექნოლოგიებზე. მომავალში იგეგმება კიდევ უფრო მეტი ერთობლივი ქარხანა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის. გაეშვა ასევე ეგრეთ წოდებული ინკუბატორებიც. პროგრამა Brave Germany და მისი ანალოგები სხვა ქვეყნებში გასცემენ გრანტებს თავდაცვით სტარტაპებს და ატარებენ ჰაკათონებს. პირველ რიგში უკრაინული კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან შევიდნენ ევროპულ ბაზარზე. და ამ ყველაფრისთვის ფული საიდან მოდის? დაფინანსება ორ ძირითად წყაროდან ხდება. ეს არის პარტნიორი ქვეყნების ეროვნული პროგრამები, როგორც წესი თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით და ეს არის ევროკავშირის ფონდები. ხოლო გარკვეულ შემთხვევებში ყურადღება ეს სახსრები შეიძლება შეივსოს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით. ანუ რუსეთი ნაწილობრივ დააფინანსებს უკრაინულ ქარხნებს ევროპაში. კონკრეტული მექანიზმები ასე გამოიყურება. ევროპის თავდაცვის ფონდი აფინანსებს კვლევებსა და განვითარებაში მონაწილეობას. ეს სწორედ იქაა, სადაც Airbus-ია და ასე შემდეგ. ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამამ 2026-2027 წლებისთვის გამოხო 300 მილიონი ევრო უკრაინის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებისა და მისი საწარმოების ევროპულ მიწოდების ჯაჭვებში ინტეგრაციისთვის. და ცალკე საკრედიტო მექანიზმი SAFE, რომელიც უკრაინულ კომპანიებს საშუალებას აძლევს იყვნენ კონტრაქტორები ევროკავშირის პროექტებში. უკვე მუშაობენ პოლონეთში, რუმინეთსა და საბერძნეთში. რა თქმა უნდა, აშკარაა შეიძლება არსებობდეს პრობლემებიც, ესეც უნდა ავინიშნოს. პროგრამას აქვს სერიოზული დაბრკოლებები და ისინი მინიმუმ 5-ია. პირველი არის ექსპორტის ბიუროკრატია. უკრაინის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში შემოღებული მკაცრი ექსპორტის კონტროლი ზღუდავს საერთაშორისო წარმოების პოტენციალს. რეფორმები მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ნელა. აქ უნდა იმუშაოს უკრაინის მთავრობამ და გააგზავნოს იარაღი საზღვარგარეთ.
როგორც არ უნდა ჟრევდეს, ეს საშინელია. შემდეგ მოდის ფული. მაგრამ განსაკუთრებით მცირე კომპანიებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ გასვლას ცდილობენ, იმიტომ რომ SAFE-ის პროგრამის საკრედიტო გარანტიები პარტნიორი ქვეყნების შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული და მაინც არათანაბრად გაიცემა. და საკმაოდ მაღალი საწყისი ინვესტიციები. შეიძლება უბრალოდ თავიდანვე მოკლას პროექტი. შემდეგ მესამე არის რეგულაციები. უკრაინულ კომპანიებს ერთდროულად უწევთ ეროვნული საონული, საერთაშორისო და ნატოს სერტიფიკაციის სტანდარტების, კიბერუსაფრთხოების მოთხოვნებისა და ექსპორტის კანონმდებლობის დაცვა. პატარა კომპანიისთვის ეს უბრალოდ აუტანელი ადმინისტრაციული ტვირთია, რომ ყველაფერი ეს გაითვალისწინოს. აქ არის ერთი აბსურდის მაგალითი, საიდანაც საბედნიეროდ გამოვედით, მაგრამ ის იყო და ეს უბრალოდ ამ პრობლემების მასშტაბის გასაგებად მოიყვანა. დანიაში ხელისუფლებას მოუხდა ეროვნული ეკოლოგიური და სამშენებლო ნორმების ნაწილის გაუქმება, რათა უკრაინულ კომპანიას Firepoint საშუალება მიეცა მყარი სარაკეტო საწვავის ქარხანა აეშენებინა. დიახ, თუ არ იცოდით, Firepoint დანიაშიც მუშაობს. და ბოლოს პროტექციონიზმი. ევროპული თავდაცვითი შესყიდვები კვლავაც უპირატესობას ანიჭებს საკუთარ ეროვნულ მწარმოებლებს. ეს შეიძლება უბრალოდ დაახჭოს უკრაინელები ერთობლივი პროექტების დაწყების შემდეგაც კი. და მოდით ასე ვთქვათ, ორი ყველაზე მტკივნეული საკითხი ალბათ არის კადრები და კორუფცია. როდესაც უკრაინული კომპანიები საზღვარგარეთ წარმოებას ხსნიან, ისინი რა თქმა უნდა რისკავენ კვალიფიციური სპეციალისტებისა და ინჟინერების დაკარგვას, რადგან მათ უბრალოდ შეიძლება გადაიბირონ უფრო მდიდარმა ევროპულმა კომპანიებმა. რაც შეეხება შესაძლო ბოროტად გამოყენების გამოძიებას უკრაინულ კომპანიებში, ეს შეიძლება შეასუსტოს პარტნიორების პოლიტიკური მზადყოფნა კიევთან თანამშრომლობისთვის. შედეგი ასეთია. უკრაინამ 4 წელზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში გაიარა გზა დახმარების მთხოვნელიდან პარტნიორამდე, რომელთანაც Airbus-მა, MBDA-მ და Hensoldtმა რაკეტები და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები შექმნეს. უკვე ხელმოწერილია 47 შეთანხმება, მონაწილეობს 21 ქვეყანა, უკრაინული ქარხნები განთავსებულია ბრიტანეთიდან პორტუგალიამდე, ხოლო სამხედრო სექტორის და 55 ჯერ გაიზარდა. მაგრამ მთავარი აზრი ციფრებში არ არის. აქ ცოტა სხვა რამეა დაფარული. და მთავარი აზრი სტრატეგიაშია, როგორც ჩვენ გავარკვევთ. წარმოების ნატოს ქვეყნებში გადატანით, უკრაინა ერთდროულად სამ რამეს აკეთებს. თავის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს იცავს გაველურებული კარსანი რუსებისგან, ირებს ევროპულ ფულს და სტანდარტებს. და რაც ყველაზე მთავარია, უბრალოდ იმდენად ღრმად ერთვება ევროპულ თავდაცვის სისტემაში, რომ მისი გამოყოფა იქიდან უბრალოდ შეუძლებელი გახდება. და მაშინ როცა ქვეყანა ასე ინტეგრირებულია ევროკავშირის სისტემაში, შემდეგი ნაბიჯი უკვე სრულიად ლოგიკურია. უბრალოდ მიიღონ ეს ქვეყანა თავის შემადგენლობაში. ფორმალურად უკრაინა ნატოში არ არის. ფაქტობრივად მისი ინჟინრები ფრანგებთან ერთად რაკეტებს აპროექტებენ. უკრაინული დრონები ინგლისში იკრიბება. უკრაინულ ჰაუბიცებს ეხლა პოლონელები დაამზადებენ, ხოლო ანტისარაკეტო სისტემას გერმანელებთან ერთად ქმნიან. აი ეს არის სწორედ ის, როგორც თქვი, ერთი ფეხით ნატოში ყოფნა. ანუ ინტეგრაცია არა ხელშეკრულებით, არამედ წარმოებით ხდება. სწორედ ამაზე სხვათა შორის ბევრმა ექსპერტმა ჯერ კიდევ ომის დასაწყისში ისაუბრა, რომ თითქოს, დაელოდებით, რომ პოლიტიკურ მიზეზებზე დაბრუნდობით ნატოში მაშინვე მიგიღებენ. ასე არ უნდა გაკეთდეს. აი ფინეთი და შვედეთი ორი სუპერ მაგარი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოიქცნენ ისინი. ისინი იმდენად ინტეგრირდნენ ნატოს ქვეყნების თავდაცვით ინდუსტრიაში, რომ როგორც კი მომენტი და შესაძლებლობა გაჩნდა, მაშინვე მიიღეს ისინი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. აქ ჭედილებს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ვილაქს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.